ქუთაისის ტორპედოს ორი თაობის გულშემატკივარი. ბატონი ვახო და ბატონი რატი. მამაშვილი არიან და დღეს ერთმანეთს უნდა შეეჯიბრონ, რომელმა უფრო მაგრად იცის ქუთაისის ტორპედოს ისტორია. მაშინ დავიწყოთ პირველი შეკითხვით. რომელ წელს დაარსდა ქუთაისის ტორპედო? ვიცი 1946 წელს. ოჩაღ ვახუნა ნამდვილად დაარსდა ტორპედო 1946 წელს. ეთანხმები. ერთი. ვისი სახელობის არის ქუთაისის ტორპედოს სტადიონი? რამაზ შენგელია. ნამდვილად ქუთაისის ტორპედო სტადიონი არის რამაზ შენგელიას სახელობის. 2-2. ფრენ არ ჩუნდება ჯერჯერობით. რამდენი მაყურებელი ეტევა ქუთაისის ტორპედოს სტადიონს? მე მგონი 12000. 15000 იყოს. 15? თუ არ ვწდები, ნამდვილად 15000 გულშემატკივარი ეტევა განახლებულ ტორპედოს სტადიონს. 14700-ია, მაგრამ 15000-აც გითვლით. 3-3. რამდენჯერ გახდა ქუთაისის ტორპედო საქართველოს ჩემპიონი? ვიცი 4-ჯერ. 4ჯერ ან 5ჯერ. ისევ ზუსტი იყო პასუხი. რა ცხოველი იყო გამოსახული ქუთაისის ტორპედოს გერბზე? ყვარი. მოდი ვერძი იყოს მაშინ. ორივე შემთხვევაში მართლები ხარ, სხვასაც გითვლით, ვერძაც გითვლით. წარმატებები ტორპედოს და აი ეს შეკითხვა, რომელსაც ალბათ ვერ უპასუხებთ, დღეს რამდენი გრადუსი იყო ქუთაისში? ჭრილში ალბათ 35 და მზეზე ალბათ 38. 39-დან 36 გრადუსამდე. პირველად იყო რომ სხვადასხვანაირად უპასუხეს.